რატომ ცხოვრობს გერმანიის ელჩი მამუკა ხაზარაძის ოჯახის კუთვნილ სახლში? არსებობს თუ არა ქირავნობის ხელშეკრულება მხარეებს შორის და იხდის თუ არა გადასახადებს გამქირავებელი? საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს კითხვის მთავარი ადრესატები გაურბიან. უკვე მეორე დღეა პასუხს ველოდებით დიპლომატიური უწყებისგან. არაერთი სატელეფონო ზარის მიუხედავად დუმილს ინარჩუნებს ხაზარაძის მეუღლეც. ძველ თბილისში ყოფილი ჩალაუბნის და ამჟამინდელი ყავლაშვილის ქუჩაზე მდებარე 750 მეტრი კვადრატული ფართის საცხოვრებელი სახლი, რომელშიც პეტერ ფიშერი ცხოვრობს, ახლა ირინა ხაზარაძის საკუთრებაა. ირკვევა, რომ ოპოზიციონერმა მეუღლეს სახლი 2022 წლის 25 მარტს აჩუქა. გადაფორმებიდან მალევე კი უცხოელი დიპლომატი ხაზარაძეების საცხოვრებელში დასახლდა. ამ პერიოდისთვის მისი მასპინძელი სასამართლოს მიერ თაღლითობაში დამნაშავედ ცნობილი უკვე იყო. მამუკა ხაზარაძეს საკუთარი ნებით დატოვებული ჰქონდა დეპუტატის მანდატიც. რატომ არჩია მისი სახლი გერმანიის ელჩმა და დაიდო თუ არა ხელშეკრულება თაღლითობაში მსჯავრდებულ პოლიტიკოსსა და ფიშერს შორის? ლელოში ამბობენ, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და მათ ლიდერს დასამალი არაფერი აქვს, თუმცა კონტრაქტის გასაჯაროებას საჭიროდ არ მიიჩნევენ. არსებობს კონტრაქტი და ყველაფერი. ერთადერთი ვიტყვი ამ თემაზე. ყველაფერი. ეს უნდა გითხოთ ოჯახს. რატომ იკავებს თავს? არ ვიცი, მე არ წარმოვადგენ ოჯახს, მაგრამ მე შეგვიძლია გითხრათ, რომ არსებობს კონტრაქტი, არაფერი დასამალი, არაფერი არასამართლებები იქ არ არის. მამუკა ხაზარაძესთან შესახლებული პეტერ ფიშერის ამბავი ევროპულ ბიუროკრატიაში გაცვეთილ ღირებულებებზე მიუთითებს პრემიერ-მინისტრისთვის. ირაკლი კობახიძე იხსენებს ელჩის მხრიდან პოლიტიკურ პროცესებში არაერთხელ ჩარევასაც. თვითონ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ღირებულებები გაცვდა ევროპულ ბიუროკრატიაში, როდესაც ასეთ რამეს გადრულობს ევროპელი ელჩი, რომ ის ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს საკუთარ რეზიდენციას, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა იმ ღირებულებებიდან, რომლებიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას. ამას როცა ემატება ის, რომ ასეთი ელჩი ქირაობს ჯერ რეზიდენციას კონკრეტული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან და შემდეგ მაგალითად ბოლნიში მიყვება ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოს პრაქტიკულად წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, როდესაც სხვა ტიპის აქტივობებში, ოპოზიციურ აქტივობებში პირდაპირ ჩართული, ეს ყველაფერი მეტყველებს ფართო გაგებით კორუფციაზე, რომელიც ღრმად არის სამწუხაროდ ფესკადუმული დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიაში. ყავლაშვილის ქუჩაზე ხაზარაძეების სახლის მეზობლად მდებარე 70 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი თვიურად $2500 ქირავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 750 კვადრატული მეტრის საცხოვრებლის ღირებულება დაახლოებით $27,000-მდე მერყეობს. ვინაიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, გამოდის, რომ ხაზარაძეების ოჯახს 3 წლის განმავლობაში $100,000-ზე მეტი უნდა გადაეხადა. სახელმწიფო პარტიაში სავარაუდო პოლიტიკურ კორუფციასა და დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევის შესახებ საუბრობენ. არ არის პოლიტიკურად კორექტული და მათ შორის დიპლომატიური ეტიკეტიდანაც კორექტული, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ქირაობს ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის საკუთრებაში არსებულ ქონებას. ეს გარკვეულწილად სწორედ გარკვეულ ინტერესთა კონფლიქტს და მიკერძოებულობის, ასე ვთქვათ, კვალს ტოვებს. შეიძლება ამაზე პირდაპირ იურიდიული აკრძალვა არ არის, მაგრამ ამ პოლიტიკურ კონტექსტში ეს ზუსტად ესე გამოიყურება. მოცემულობაა ესეთი, რომ თავიანთ უცხოურ აგენტურას ბუნებრივია უცხოური ძალები აქ ყურადღებას მიაქცევენ და ესენიც შესაბამისად შეეცდებიან, რომ ბრალებში პატივი სცენ. რაც შეეხება გადასახადებს, რა გადასახადებზეა საუბარი? ხაზარაძე თავის ხალხს თხოვდა $1,500,000 ჯიბიდან ამოიღეთ და მომეცითო. მართალია ყველა სასამართლო მუთხარ ვაკეთ პირიქით $7 მილიონი აქეთ გადაუხადე შენ სახელმწიფოსო და გამომდინარე აქედან ბუნებრივია სადაც იქნება შესაძლებელი, რომ თავი აარიდოს ნებისმიერ ტიპის გადასახადს, ბუნებრივია, რომ ესეც იქნება და გასაკვირიც სამწუხაროდ არ იქნება. ქირი თუ ქირის გარეშე, მას შემდეგ რაც პეტერ ფიშერი ხაზარაძეებმა შეიფარეს, გერმანელ დიპლომატს არადიპლომატიური ნაბიჯი ხშირად გადაუდგამს. მათ შორის ლელოს ლიდერებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზეც კი დაჰყვებოდა.